წაგიკითხავთ ვინაიდან ესე იგი კითხვა არ უყვარს ხალხს. არ წამიკითხოთ, მე დამიტოვე, თუ გინდა წავიკითხავთ. მაყურებელს უთხარით. მაყურებელს ეუბნები. პოლიტიკურ სპექტრი არის თუ ლიდერი, ვინც თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს ამ ახლებურ მიდგომას. მომისმინეთ. დიახ. ზუსტად ეგაა, რომ სადამფუძნებლო პრინციპები. რა პრინციპებით მივდივართ პოლიტიკაში. წერმე აქ ვამბობ და რო წერ განამტო რომ მე შევინახო ეს. დაწერილი მინდა იყოს რომ ხვალ მითხრათ რომ აგე რო გიწერია ეს რას აკეთებ. თუ გიწერია აქ რომ პოლიტიკური პროფესიული ეთიკის ნორმები უნდა დაიცვა და ავიღე ვალდებულება. მოვაწერე ხელი. ჯერ ქვეყანა მერე პარტია, ჯერ პროგრამა მერე ხელისუფლება. პრინციპულობა და არა სიჯიუტე. კომპრომისი და არა გარიგება. ერთობა და არა ერთადერთობა. სადამფუძნებლო პრინციპი. ისე კი არა ხანდახან რომ გამახსენდება. ხო და აი ვინ კონკურენცია და არა მტრობა. ვინ არის ასეთი? კრიტიკა და არა შეურაცხყოფა. წერ ამას. რომ ხვალ თქვენს მითხრათ და ამომრჩეველმაც რომ კი მარა ასეთი რამე რომ უწოდე იმ ადამიანს შენ არიყავი რომ დამპირდი ასეთ რაღაცას. კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა. წერ რომ ეს არის სახელმძღვანელო პრინციპი. მე თუ მოვედი აქ და დავიწყე ლაილაი და ბლა 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 იმაზე რომ კონსტიტუციაში ისე კი არის, მაგრამ ასე კი იყო და ისე ჯობია და რაღაცა. უნდა ამიტომ წერთ ამას, ამიტომა დოკუმენტები საჭირო. აქ წერთ ასევე კიდე სხვა რამეს, რომ ჩვენ დაინტერესებული ვიქნებით ოპონენტების სიძლიერით, ძლიერი პოლიტიკური ოპონენტებით. იმიტომ რომ მაგ იმდენი გააზრება და რაც ნახე ცხოვრებაში და არა ეს თეორიული ამბავი, რაც უფრო სუსტია ოპონენტი შენ მიდიხარ მის დონეზე. ეს ვერ გაიაზრა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. იმ ერთპარტიულობას და საკონსტიტუციო უმრავლესობას ეს მოაქვს. ამით ის პოლიტიკური ძალა კი არ ძლიერდება, ის სუსტდება. იმიტომ რომ მას აღარ აქვს ოპონირების რეჟიმი. გასაგებია, ბატონ დავით, თქვენ როდესაც მიდიოდით რესპუბლიკელებიდან და ზოგადად არჩევნების შემდეგ სულ იყო საუბარი რომ პოლარიზებულია ქართული პოლიტიკა და ორ